ოკუპირებული აფხაზეთი, კულტურული მემკვიდრეობა, წარსული და თანამედროვეობა. ამ სახელწოდების სამეცნიერო კონფერენცია საპატრიარქოში გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხედა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 და დაბადებიდან 93 წლის თავს მიეძღვნა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენატისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, მღვდელმთავარმა ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი გიორგი ზვიადაძე. მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა. ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი კონფერენცია, რამდენადაც ის უკავშირდება და ეძღვნება იმ პიროვნებას, რომელსაც აქვს განუზომელი ღვაწლი ჩვენი სამშობლოს წინაშე, სრულიად საქართველოს წინაშე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე და არავისთვის სიახლე არ არის იმის მოსმენა, რომ პატრიარქის ღვაწლი დიდი ხანია გაცდა საქართველოს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის ფარგლებს და მან მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა. ყველა მიცით, რომ მთელ მსოფლიოში არის საქართველოს პატრიარქის მიმართ უდიდესი მოწიწება, პატივისცემა და მადლიერება, იმიტომ რომ ყველა მიცის თუ რამდენად დიდია მისი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე. დღეს ამ ღონისძიების, ამ კონფერენციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უშუალოდ ესწრება საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მისი მაღალყოლადო სამღვდელოესობა მეუფეშიო, მინდა მას მადლობა მოვახსენო თქვენო მაღალყოლადო სამღვდელოესობა, დიდი პატივია ჩვენთვის, რომ თქვენ მისალმებისთვის გთხოვოთ სიტყვა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მისი მაღალყოლადო სამღვდელოესობა მეუფეშიო მუჯერი. დიდი მადლობა. ჩემთვისაც დიდი პატივია დღეს თქვენს წინაშე გამოსვლა და მისალმების წარმოთქმა. პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, პატივცემულო განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრო, ყოვლადო სამღვდელოესო, მეუფეო, მამებო, ძვირფასო, ძმებო და დებო, სტუმრებო, პატივცემულო საზოგადოებაო. გულითადათ მოგესალმებით და მადლობას გიხდით დღევანდელ ძალიან მნიშვნელოვან სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისთვის, რომელიც ეძღვნება თემას ოკუპირებული აფხაზეთი, კულტურული მემკვიდრეობა, წარსული და თანამედროვეობა. განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ ეს ღონისძიება ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 და დაბადებიდან 93 წლის თავს. პიროვნების, რომლის მოღვაწეობაც, როგორც აღნიშნა მამა გიორგი, არის მჭიდროდ დაკავშირებული აფხაზეთთან, როგორც ისტორიულად, ისე სულიერად. საუკუნეების განმავლობაში სწორედ აფხაზეთში იჭედებოდა ქართული სულიერი კულტურული და სახელმწიფოებრივი იდენტობა. ბიჭვინთა, ბედია, ოქვი თუ ილორი, ეს ტაძრები იმ სულიერი ცხოვრების უტყუარი მოწმეებია, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე ასაზრდოებდა ამ მიწას. როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მსჯელობთ, საუბარია არამხოლოდ მატერიალურ ძეგლებზე, არამედ ჩვენი ისტორიული მეხსიერების გადარჩენის აუცილებლობაზე, რაც უპირველესად სულიერი და მორალური ხასიათის პრობლემაა. დღევანდელი რეალობა ნათლად გვიჩვენებს, რომ ოკუპაცია არ არის მხოლოდ სამხედრო ან პოლიტიკური აქტი. მას წინ უძღვის და თან ახლავს ისტორიის ფალსიფიცირება, ტოპონიმების მიზანმიმართული დამახინჯება, ძეგლების მისაკუთრება და საეკლესიო იურისდიქციის უგულებელს ყოფა. დედა ეკლესიისთვის აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან სიმართლის ნიველირებას ყოველთვის სულიერი კრიზისი მოსდევს, როგორც გვასწავლის უფალი ჩვენი იესო ქრისტე და სნად ჭეშმარიტი და ჭეშმარიტება მან განგათავისუფლნეს თქვენ. 21 საუკუნეში ბრძოლის ველი ხშირად გადის არა ფრონტის ხაზზე, არამედ უპირატესად ადამიანთა გონებასა და გულებში. დეზინფორმაცია ის სარეველაა, რომელიც წამლავს თაობებს და თესავს სიძულვილს. მიზანმიმართული ცრუ ნარატივები და ისტორიული წყაროების სელექციური გამოყენება აქ არწყლებს რეალობას, რაც განსაკუთრებით მძიმედ აისახება მომავალ თაობაზე და მეტიც ქვეყნის მომავალზე. ამ კონტექსტში ჩვენ საერთო პასუხისმგებლობა გვეკისრება.
მართალია ეკლესია არ წარმოადგენს პოლიტიკურ ინსტიტუტს, მაგრამ იგი მუდამ ჭეშმარიტების მსახურია. ჩვენ მუდმივად მხარს ვუჭერთ იმ კვლევებს და ინიციატივებს, რომლებიც ეფუძნება ობიექტურ წყაროთმცოდნეობას, აკადემიურ ეთიკას და სიმართლის მსახურებას. მინდა აღვნიშნო თურქეთის ქართული ისტორიული დიასპორის ჩართულობა ჩვენს კონფერენციაში. მათ კარგად ესმით ჩვენი ტკივილი და შეუძლიათ აქტიური მონაწილეობის მიღება ნდობის აღდგენის პროცესში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ურყევია, რომ სიმართლე უნდა ითქვას სიყვარულით და არა სიძულვილით. ჩვენი მისია არა მტრობის გაღრმავება, არამედ სულიერი და ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა, რაც მომავალში მშვიდობიანი თანაცხოვრების საწინდარი გახდება. გვწამს, რომ ჭეშმარიტებას, სიმართლეს არ სჭირდება ძალადობა. ისტორია არ შეიძლება აშენდეს სიცრუეზე, მაგრამ შერიგება შეუძლებელია ასევე მეხსიერების წაშლის ხარჯზეც. მინდა დაგვოცოთ თითეული თქვენგანი მიუკერძოებელი მეცნიერება ღვთისმსახურების ერთ-ერთი ფორმაა. თქვენი კვლევები, მონოგრაფიები და ნაშრომები ის აგურებია, რომლითაც ჩვენი საიმედო მომავალი უნდა აშენდეს. მინდა აღვნიშნო, რომ ამ საქმეში ასევე აქტიურ მონაწილეობას ღებულობს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. ჯერა ეს კონფერენცია კეთილ ნაყოფს გამოიღებს არა მხოლოდ აკადემიურს, რომელიც მიგვაახლოვებს იმ დღეს, როდესაც ენგურის ხიდი იქნება არა გამყოფი, არამედ შემაკავშირებელი და როდესაც ჩვენი პატრიარქის და ჩვენი ხალხის ერთობლივი ლოცვა საქართველოსთვის სოხუმის საკათედრო ტაძარში აღევლინება. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დალოცოს თქვენი შრომა, ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. მადლობა ყურადღებისთვის. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური. დღევანდელი კონფერენცია ეძღვნება ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ უნიკალურ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და გვაერთიანებს ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც აფხაზეთის ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. კულტურული მემკვიდრეობა არის ჩვენი ისტორიული მეხსიერება, რომელიც თაობებს შორის უწყვეტ კავშირს უზრუნველყოფს. მისი განადგურება ან უგულებელყოფა პირდაპირ შეტევაა ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ. დღეს, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის წინაშეა და ვერ ვახერხებთ მის სათანადო დაცვასა და მოვლას, მსგავსი კონფერენციები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ისინი ქმნიან ცოდნის გაზიარების, პროფესიული დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელოვან პლატფორმას. მსგავსი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს კიდევ ერთხელ შევაფასოთ არსებული ვითარება, გამოვავლინოთ პრობლემები და ერთად დავგეგმოთ ის ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად. კვლევისა და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთი ღონისძიებების ჩატარება და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ეს საპატრიარქოს სახელით და უწმინდესის და უნეტარესის ლოცვა კურთხევით ტარდება. ეს კონფერენცია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის წარსულს და თანამედროვეობას ეხება, მიეძღვნება პატრიარქის აღსაყდრების 52-ვე იუბილეს. ეს თარიღი განსაკუთრებული არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ მთელი ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის. პატრიარქის მრავალწლიანი მსახურება და მისი მოქმედება და დამოკიდებულება განსაკუთრებით აფხაზეთის მიმართ სულიერი ფასეულობებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რომელსაც ის ყოველთვის ქადაგებდა და საქმითაც აკეთებდა. ეს წარმოადგენს იმ ღირებულებებს, რომელთა მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინო და შეუფასებელია და განსაკუთრებით ამას აქვს უფრო მეტი დატვირთვა, როდესაც ვსაუბრობთ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე. დღევანდელი კონფერენციის თემატიკა ხაზს უსვამს, რომ კულტურული მემკვიდრეობა არ არის მხოლოდ ჩვენი წარსული. იგი ცოცხალი სივრცეა, სადაც ყალიბდება ჩვენი ეროვნული იდენტობა, ისტორიული მეხსიერება და მომავლის ხედვა. აფხაზეთი საქართველოს ისტორიული, სულიერი და კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილია.
ხოლო იქ არსებული ძეგლები, ენობრივი ტრადიციები და ეკლესიური მემკვიდრეობა საერთო ეროვნული მეხსიერების მყარი საფუძველია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციის ფარგლებში განიხილება ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა საეკლესიო იურისდიქცია დასავლეთ საქართველოში, ისტორიის ფალსიფიკაციის საფრთხეები, კულტურული ძეგლების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ენის სწავლების პრობლემები გალის რაიონსა და ისტორიულ სამურზაყანოში, ასევე დიასპორისა და რეპატრიაციის საკითხები. ეს თემები აკადემიური კვლევების გარდა მოითხოვს პასუხისმგებლიან საჯარო დისკუსიას, პროფესიულ ანალიზს და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მათ სათანადო წარმოჩენას. მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს საპატრიარქოს ამ კონფერენციის ორგანიზებისთვის. ეკლესიისა და აკადემიური საზოგადოების თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სულიერებისა და მეცნიერების ერთობლიობა ქმნის იმ მნიშვნელოვან საფუძველს, რომელსაც ჩვენი ეროვნული მდგრადობა და ისტორიული პასუხისმგებლობა უკავშირდება. მოგიხსენებათ, სახელმწიფო მინისტრის აპარატი არის მაკოორდინირებელი უწყება სახელმწიფო პოლიტიკის, რომელიც მიმართულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს არის აფხაზეთი და ეს არის სამაჩაბლო და კოორდინაციას უწევს სახელმწიფო პოლიტიკას შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ვიცით ასეთი კონფერენციის აქტუალობა და მნიშვნელობა, განსაკუთრებული საჭიროება, რაც ყოველწლიურად უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, თუნდაც იმიტომ, რომ ისტორიული მემკვიდრეობა, ისტორიული მეხსიერება თანდათან არ დაიკარგოს, რაც არსებობს რეალური გამოწვევის და რუსიფიკაციის საფრთხის წინაშე, მოგეხსენებათ, იდენტობა დაკავშირებულია ენასთან, კულტურასთან და ამ მხრივ გარკვეული გამოწვევები ან ძალიან დიდი გამოწვევებიც არსებობს, შესაბამისად უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებმა იმუშაონ ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ტერიტორიების კულტურას, იდენტობას, ადგილობრივი მოსახლეობის მათ ენას, მათ ისტორიას, იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს არსებობს და იმუშაონ გადაჭრის გზებზე. შესაბამისად, ჩვენთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია ყოველწლიურად ასეთ კონფერენციაზე სტუმრობა. ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკა ორიენტირებულია შერიგებაზე, ნდობის აღდგენაზე, იმ ადამიანებთან კომუნიკაციაზე, რომლებიც დარჩნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ დეზინფორმაციის მსხვერპლი არიან ან არასწორად აქვთ ისტორიული მოვლენები გააზრებული. შესაბამისად, მეცნიერული ნაშრომები, მეცნიერების მსჯელობა არის ის ხიდი, რომელმაც შეიძლება დაგვაკავშიროს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე, შეახსენოს ადგილობრივ მოსახლეობას იმ საერთო წარსულზე, კულტურაზე, რომელიც გვაკავშირებდა, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენ მომავალში გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა არა მხოლოდ ტერიტორიულად, არამედ ადამიანების დონეზე. აღვადგინოთ ის ისტორიული პატივისცემითი ურთიერთობები, რომელიც ყოველთვის არსებობდა ქართულ და აფხაზ მოსახლეობას შორის. ძეგლის ენა, იდენტობა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემები ოკუპირებულ რეგიონებში. რეცენზია ჯემალ გამახარიას ისტორიულ წყაროთ მცოდნეობით მონოგრაფიულ კვლევაზე წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი ქიქოძე და აფხაზეთი. აფხაზეთის ისტორიის ფალსიფიკაციის საკითხისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში და ისტორიულ სამურზაყანოში ენის სწავლების პრობლემები და იდენტობის საკითხები. ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კონფერენციის მონაწილეებმა მოხსენებები წარადგინეს. ღონისძიებას სასულიერო პირები, მეცნიერები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა წიგნის წარდგინებას სახელწოდებით ჰაიდელბერგული ჩანაწერები, ილია ხიმშიაშვილი, გზა თურქეთიდან გერმანიამდე. გამოცემის ავტორი გახლავთ ისტორიის დოქტორი ნინო ოქროსცვარიძე. აქ შეკრებილები ღონისძიების მნიშვნელობაზე საუბრობდნენ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს საიუბილეო თარიღებს ულოცავდნენ. სამეცნიერო კონფერენციის დასასრულს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად დაღუპული მამულიშვილების ხსოვნის პატივსაცემად პანაშვიდი აღესრულა. ღვთისმსახურება წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა აღასრულა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივად იკვლევენ აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობას. დღევანდელი კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ეძღვნება პატრიარქის აღსაყდრებიდან 58 წლის თავს. ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი პატივია ჩვენთვის, რომ ჩვენი პროფესორები მონაწილეობენ ამ ღონისძიებაში და ვფიქრობ, რომ მომავალი წელი, როცა არის ქრისტიანობის საქართველოში შემოსვლის 1000 წლის იუბილე, უფრო მეტ საშუალებას მოუწევს გამოვავლინოთ ჩვენი პატივისცემა, ჩვენი რწმენისადმი და ჩვენი ერთობა საპატრიარქოსთან. მისი უწმინდესობა, რომლის აღსაღწრების
58 წლის თავს აღნიშნავს სრულიად საქართველოს ყოველთვის იყო გამომხატველი ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს ინტერესებისა და ყოველთვის მისი უპირველესი ხმალამოღებული დამცველი და დღესაც სწორედ ერთ-ერთი გამოვლინებაა, როდესაც არ ვივიწყებთ აფხაზებს, უბრალოდ მისი უწმინდესობა არ გვავიწყებს აფხაზეთს, ცდილობს რომ როგორც ლოცვით, ასევე სამეცნიერო ნაშრომებით, სიტყვით, ქმედებით მუდამ გვახსოვდეს ჩვენ აფხაზეთი და მუდამ ზრუნავდეთ იმაზე, რომ არ დაიკარგოს ქართული სული, რომ არ შეიცვალოს ტოპონიმიკა, რომ იქ მაცხოვრებელმა ქართველებმა აუცილებლად იცოდნენ ქართული და საქართველოს ისტორია, რომ ჩვენი ერის მიერ 1000-ოვანი წლის განმავლობაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობა იყოს დაცული, ამის სამეცნიერო აღრიცხვა, დამუშავება და ასე შემდეგ და დღევანდელი კონფერენცია სწორედ მისი უწმინდესობის ამ აზრების გამოხატულება, ამ ხედვების გამოხატულება და ძალიან დიდი საქმე კეთდება. მადლობა ამისთვის მის უწმინდესობას, საპატრიარქოს, მთლიანად და ქართულ საზოგადოებას, რომელმაც აიტაცა მისი უწმინდესობის ეს შემართება. დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენა და კონფერენცია ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოს ხელმძღვანელობით, ეხება ეს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობას და აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების დღეებს მიეძღვნა საიუბილეო თარიღებს. ვლოცავ საპატრიარქოს ამ დიდ წარმატებას, მნიშვნელოვანი კონფერენციაა და წარმოდგენილი არის საკმაოდ სოლიდური მეცნიერები. რაც შეეხება აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლების დაცვის საკითხს, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი არის თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემური საკითხი არის, რადგანაც ოკუპაციის პირობებში ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაზიანდა, მათ შორის ისეთი ძეგლები, როგორიც არის ბედიის ტაძარი, სადაც დასაფლავებული არის გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე, მხოლოდ ამ ტაძარზე 14-მდე ქართული წარწერა არის აღმოჩენილი და გარდა ამისა, ერთ-ერთი ბოლო წარწერა 2011 წელს აღმოჩნდა. რაც შეეხება მეორე ტაძარს, რომელიც დაზიანებული არის, ეს გახლავთ ილორის ტაძარი. ტაძარი არის შეთეთრებული მთლიანად და შეცვლილი არის ტაძრის გუმბათი, ასევე შეცვლილი არის ტაძრის ფორმები, გადაშლილი არის წარწერები, მათ შორის 6 ქართული წარწერა და ილორის ტაძარი უნიკალური არის იმ თვალსაზრისით, რომ ამ ტაძარზე არის ქართული ანბანის სამივე საფეხური წარმოდგენილი. კონკრეტულად ასომთავრული, ნუსხახუცური და მხედრული დამწერლობის ძეგლები. გარდა ამისა, დაზიანებული იქნა სიმონ კანანელის ტაძარი. ცნობილი ფაქტია ისიც, რომ სიმონ კანანელის სახელობის ტაძარს ჰქონდა იყო მთლიანად ესე ვთქვათ ფრესკული ხელოვნების ძეგლებით მოხატული, მაგრამ დღეს ეს ძეგლები შემორჩენილი არ არის. ჩვენს მიერ სარეცენზიო წარმოდგენილ წიგნში ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ რუსი ჩინოვნიკი გაგარინი, რომელიც აღწერდა სიმონ კანანელის ტაძარს, სწორედ ამ ტაძარზე ფრესკული წარწერები იყო საღებავით შესრულებული, მათ შორის ასომთავრული ძველი ქართული წარწერები. ამის შესახებ თვითონ მოხელე გაგარინი აღნიშნავს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლის საკითხში ძეგლის ენის დაზუსტება. რა ენაზე საუბრობს ძეგლი და ეს ენა არის სწორედ წარწერის ენა, რომელიც ამ ძეგლზე არის დაცული. აფხაზეთის ეპიგრაფიკულ ძეგლებს შორის რამდენიმე ჯგუფი გამოიყოფა ენობრივი თვალსაზრისით, ეს არის ქართული, ლათინური, არაბული და ასევე თურქული წარწერები. გვაქვს აგრეთვე ბერძნული წარწერები, რომელიც რაოდენობრივი თვალსაზრისით ქართულის შემდგომ არის მეორე ადგილზე. ქართული წარწერები 100-მდეა, მაგრამ ბოლო ხანებში, აი ოკუპაციის პირობებში 6 ქართული წარწერა იქნა აღმოჩენილი. ბოლო 2025 წელს აღმოჩნდა, მაგალითად 2019 წელს აღმოჩნდა ერისთავი ვარდან დადიანის წარწერა, უფრო ადრე ფარეზასის წარწერა აღმოჩნდა 2011 წელს ბედიის ტაძარზე, ბედიის ტაძრის ანტეფიქსზე. 2006 წელს აღმოჩნდა სალომე ანჩაბაძის წარწერა, მაგალითად ისა ეპიტაფიას წარმოადგენს და მე-19 საუკუნით არის დათარიღებული და ასე შემდგომ. ანუ ოკუპაციის პირობებშიც კი აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი წერილობითი კულტურის ძეგლების იდენტიფიცირება ხდება, ქართულენოვანი წერილობითი ძეგლებისა, რაც მიუთითებს იმას, რომ რაც არ უნდა წაშალოს, მაგალითად სეპარატისტულმა ხელისუფლებამ იქ არსებული წერილობითი
ახალგაზრდობითი ძეგლები და გააყალბოს ისტორიოგრაფია, მატერიალური კულტურის ძეგლები თავის სიტყვას ამბობენ და ეს სიტყვა არის ქართული ენა და ქართული დამწერლობა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო დღეს ვესწრებოდი კონფერენცია საპატრიარქოში, რომელიც ეძღვნებოდა ჩვენი უწმიდეს და უნეტარეს ილია მეორის საიუბილეო თარიღებს, აღსატრების და დაბადების დღის აღსანიშნავად. ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია იყო, ჩემი მოხსენება ეხებოდა აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე ამჯერად შავ არქეოლოგიაზე, იმიტომ რომ ყველასთვის ცნობილია უძრავ ძეგლებს როგორ უცვლიან ავთენტურ სახეს, მაგრამ დღეს ძალიან მწვავე დგას აფხაზეთში შავი არქეოლოგიის საკითხი, იმიტომ რომ მიდის უკანონო გათხრები და ეს ნაპოვნი არტეფაქტები და ძალიან საინტერესო ისტორიული მონაპოვრები გადის საზღვარგარეთ, ტოვებს აფხაზეთის ტერიტორიას და მინდა აღნიშნო, რომ ეს არა მარტო აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა, არამედ სრულიად როგორც აფხაზების ისე საქართველოს და სრულიად საერთაშორისო საზოგადოების და ზოგადად მთელი მსოფლიოსი. და ამიტომაც ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს ჩვენში, ძალიან დიდ გულის ტკივილს იწვევს და ჩავთვალე მნიშვნელოვნად, რომ დღევანდელი კონფერენციის ყველა მონაწილისათვის და ყველა მსვენელისათვის უფრო ცხადი ყოფილიყო და უფრო გულში ჩამწვდომა და უფრო ყურადსაღები ყოფილიყო ეგ საკითხი. ძალიან კარგი დღე იყო, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საპატრიარქოსთვის ყოველთვის აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხს და ძალიან ასიამოვნები ვართ ყველა რომ ეს ყველაფერი დაემთხვა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის დაბადების დღეს და აღსაყდრების დღეს. ყოველთვის უდიდესი პატივისცემით ჩვენი პატრიარქის მიმართ მე შემიძლია თქვა აფხაზური მხარის სახელითაც ყველა არა რა თქმა უნდა არც იცნობს და ვერც იცნობს იქედანაც უდიდესი პატივისცემა მოდის ჩვენი პატრიარქის მიმართ. იმედია რომ პატრიარქისა და ჩვენი ეკლესიის ლოცვა კურთხევით, მრევლის ლოცვა კურთხევით ის ოცნება, რასაც ქვია საქართველოს გამთლიანება და გაერთიანება, ძალას მოიკრებს და შედგება. საპატრიარქომ დღეს მორიგი ძალიან საინტერესო კონფერენცია ჩაატარა. ეს ტრადიციული ესეთი კონფერენცია გახლავთ, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და ეძღვნება აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მის ისტორიას და დღევანდელობას. იყო საინტერესო მოხსენებები წარმოდგენილი, მათ შორის კულტურული ძეგლების მდგომარეობა დღეს რა ვითარებაა, რა პრობლემებია, ძალიან საინტერესო მოხსენება მოვისმინეთ. რაც შეეხება ჩემს მოხსენებას, ჩემი მოხსენება შეეხებოდა აფხაზეთის ისტორიის ფალსიფიკაციის პრობლემებს. სამწუხაროდ აფხაზური ასე მოხდა, რომ აფხაზური სეპარატიზმის საფუძველთა საფუძველი გახდა გაყალბებული ისტორია. ამიტომ ჩვენ გვიხდება ყოველივე ამის წინააღმდეგ მთელი რიგი კვლევების ჩატარება, წიგნების გამოცემა სხვადასხვა ენებზე და მთელს მსოფლიოში ამის გავრცელება. კონკრეტულად ჩემი მოხსენება შეეხებოდა კოლხეთის ისტორიას, კოლხური კულტურის კუთვნილების საკითხს და ასევე აფხაზეთის სამეფოსთან დაკავშირებულ პრობლემებს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ სეპარატისტები ყველაფერ ამას ითვისებენ. საქართველოს ისტორიის მითვისების ხარჯზე ხდება მერე აი ამ გზით და ამ მეთოდით აი ამ კულტურული მემკვიდრეობის მითვისება, რომელიც არსებობს აფხაზეთის ტერიტორიაზე. არადა ეს არის სუფთა ქართული კულტურული მემკვიდრეობა და ჩვენ სწორედ აი ამ საკითხებზე გავამახვილეთ ყურადღება. სამეცნიერო კონფერენცია საპატრიარქოში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიება 22 დეკემბერს გაიხსნა და დღეს დასრულდა. კონფერენცია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამეცნიერო კვლევის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.